და როდესაც უკანასკნელი ვარსკვლავი ჩაქრება სამყაროში ცივი, უსასრულო წყლიანი დაისადგურებს. გამარჯობა, მე ვახავარ და ეს სივრცედროა. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ სამყაროს შესახებ ჩემი ვიდეოების სერია იქნება მხოლოდ მეცნიერული და არაფერი მეცნიერულის გარდა. თქვენ აქ ვერ ნახავთ fake ფრინავ თეფშებს, ვერც ვიდეოებს სათაურით ორ კვირაში დედამიწას ასტეროიდი შეეჯახება, ან კავშირი დამყარდა უცხო პლანეტელებთან, ან რაიმე მსგავს. არამიწიერ ცივილიზაციებზე კი გვექნება საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ მეცნიერების ფარგლებში. და რაც მთავარია, საერთოდ არ გჭირდებათ რაიმე დამატებითი ცოდნა ფიზიკაში ან ასტრონომიაში, რომ გამოვყვეთ და ერთად აღმოვაჩინოთ ჩვენი სამყაროს საინტერესო უცნაურობები. ოდესმე თუ გიფიქრია, საიდან დაიწყო ყველაფერი. არა უბრალოდ დედამიწა, ან მზე, ან მზის სისტემა, არამედ ყველაფერი. წარმოიდგინე, რასაც კი ოდესმე უარსებია და იარსებებს. მატერია, სივრცე და თვით დროც კი ერთი უმცირესი, თითქმის ნულოვანი ზომის წერტილიდან დაიწყო. და 13 მილიარდ 800 მილიონი წლის შემდეგ მივიღეთ ის სურათი, რასაც დღეს უყურებთ. პლანეტები, გალაქტიკები, უზარმაზარი სივრცე მათ შორის და ასე შემდეგ. აქ ცოტა რთულად წარმოსადგენია ორი რამ და ვეცდები განმარტო. პირველი, როდესაც ვამბობ, რომ ყველაფერი ერთი წერტილიდან დაიწყო, გულისხმობთ არა იმას, რომ მხოლოდ მატერია იყო ერთ წერტილში, არამედ თავად ეს სივრცეც, რაც დღეს მთელი კოსმოსია, ის ერთი წერტილი იყო და შემდეგ რაღაც მიზეზით დაიწყო გაფართოება. კიდევ ერთხელ, ეს არ იყო ჩვეულებრივი წერტილის სივრცეში, არამედ თავად სივრცეც და დროც სწორედ იქ და მაშინ დაიწყო. და მეორე, იდეაში აფეთქებაც მთლად სწორი ტერმინი არაა, რადგან როგორც ესეთი არაფერი აფეთქებულა. უბრალოდ მოხდა წარმოუდგენლად სწრაფი გაფართოება, რასაც სიმარტივისთვის აფეთქება ეწოდა. მაგრამ ნახეთ, არც ეს გაფართოება მომხდარა რაიმე კონკრეტული წერტილის გარშემო, მაგალითად როგორც ამ ანიმაციაზე არის ნაჩვენები, აქ რა ხდება, ხო? პიროტექნიკის აფეთქებისას მას გააჩნია ცენტრი და ყველაფერი მის გარშემო ფართოვდება. სამყაროს შემთხვევაში ესე არ ყოფილა, რადგან აი ზუსტად აქ არის ძალიან რთულად წარმოსადგენი მომენტი, რომ სამყაროს ყველა უბანი თანაბრად ფართოვდებოდა. ანუ დიდი აფეთქების ადგილი იყო ყველგან, სამყაროს ნებისმიერ უბანში. ამ მოვლენის უკეთ ასახსენებლად ხშირად მოყავთ ხოლმე ბუშტის მაგალითი. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ბუშტი, რომელზეც ლაქებია დასმული. ამ ბუშტის გაბერვისას ყოველი ლაქა ერთმანეთს შორდება. ანუ თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ ორ წერტილს, რომელიც ერთმანეთს არ შორდება. ზუსტად ანალოგიური იყო სამყაროს შემთხვევაშიც. და რაც მთავარია, ეს გაფართოება დღესაც კი გრძელდება, თანაც ძალიან უცნაური განონზომიერებით. მაგალითად, თუ რომელიღაცა გალაქტიკა ჩვენგან გარკვეულ მანძილზეა და გშორდება გარკვეული სიჩქარით, ორჯერ უფრო შორს მყოფი გალაქტიკა ორჯერ უფრო სწრაფად გშორდება. ამ მოვლენას ისევ დაუბრუნდები. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყაროს დაბადების და განვითარების ეს მოდელი ყველაზე ზუსტად და დასაბუთებულად ხსნის მის ევოლუციას, როგორც თეორიულად, ასევე დაკვირვებითი ფაქტებით. მივყვეთ თანმიმდევრულად. მე-20 საუკუნემდე სამეცნიერო საზოგადოება თვლიდა, რომ სამყარო იყო სტატიკური და უძრავი. ანუ მასში მიმდინარეობს გარკვეული მოვლენები, მაგალითად, სადღაც ვარსკვლავი აფეთქდება, სადღაც პლანეტარული სისტემა ჩამოყალიბდება, მაგრამ როგორც ასეთი მთლიანი სამყარო არის ერთგვაროვანი და სტატიკური, ანუ უძრავი. აინშტაინმაც კი თავისი გენიალური ზოგადი ფარდობითობის თეორიის განტოლებებში ხელოვნურად ჩაამატა კოსმოლოგიური კონსტანტა, იგივე კოსმოლოგიური მუდმივა, რომ სამყარო ასე ვთქვათ უძრავად შეენარჩუნებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სამყარო სტატიკურია, როგორც მაშინ ფიქრობდნენ, გამოდის, რომ გრავიტაციის ძალით ყველაფერი ერთმანეთს მიიზიდავდა და შესაბამისად სამყარო სტაბილური აღარ იქნებოდა. და გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ სამყარო სტაბილურია, ასკვნიდა აინშტაინი, შესაბამისად კოსმოლოგიური კონსტანტის დამატებას აუცილებლად თვლიდა. თავად აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის განტოლებებში ეიმალებოდა სიმართლე, რომ სამყარო არ არის უძრავი, არამედ დინამიურია. მაგრამ იმ დროისთვის იმდენად იყო გავრცელებული აზრი სამყაროს სტატიკურობის შესახებ, რომ დიად ალბერტს აზრადაც არ მოსვლია, რომ შესაძლებელია სამყარო იკუმშებოდეს ან ფართოვდებოდეს. ამის შემდეგ იწყება დიდი ამბები. ორი გიგანტი მეცნიერი თავდაყირა აყენებს მთელს კოსმოლოგიას. პირველი იყო საბჭოთა მეცნიერი ალექსანდრ ფრიდმანი, გენიალური მათემატიკოსი და გეოფიზიკოსი. მან 1922 წელს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის განტოლებების
გარკვეული ჯგუფის ამოხსნების შემდეგ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია, რომელშიც აჩვენა, რომ სამყაროს შეკუმშვა ან გაფართოება მისი ბუნებრივი პროცესია და საერთოდ არ საჭიროებს კოსმოლოგიური კონსტანტების ჩამატებას. ეს რა თქმა უნდა რევოლუციური მიგნება იყო, რადგან სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმ დროს არსებულ სამყაროს მოდელს. მალევე აინშტაინმა ასევე სამეცნიერო ჟურნალში საჯაროდ გააკრიტიკა ფრიდმანის სტატია და მას მათემატიკურად მცდარი უწოდა. მაგრამ ფრიდმანთან პირადი მიმოწერების შემდეგ აინშტაინმა საბოლოოდ აღიარა საკუთარი მათემატიკური მარცხი. მეორე გიგანტი მეცნიერი, რომელმაც იგივეს აღმოჩენა შეძლო და უფრო შორსაც წავიდა, იყო ჟორჟ ლემეტრი, შესანიშნავი ბელგიელი ასტროფიზიკოსი და მათემატიკოსი. სხვათა შორის, ის ასევე კათოლიკე სასულიერო პირიც იყო. ლემეტრი 1927 წელს ასევე აინშტაინის ფარდობითობის თეორიის განტოლებების საფუძველზე ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალში ავრცელებს უმნიშვნელოვანეს შრომას და აღწერს, რომ სამყარო სტატიკური არ არის და რომ ის ფართოვდება. ლემეტრმა ასევე თავის ნაშრომში სამყარო როგორც პირველადი ატომი აჩვენა, თუ როგორ უნდა წარმოქმნილიყო სამყარო თითქმის ნულოვანი ზომიდან. ამით მან ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა დიდი აფეთქების თეორიას, რაზეც დღეს მთელი კოსმოლოგიაა დაშენებული. სხვათა შორის საინტერესოა, რომ როდესაც ფრიდმანმა თავისი რევოლუციური ნაშრომები გამოსცა, საბჭოთა კავშირში საერთოდ არ მოჰყოლია აჟიოტაჟი. მთავრობამ სპეციალურად გააუფერულა მისი მიღწევები, რადგან ეს მიგნებები შექმნილ სამყაროსთან ანუ ღმერთთან ასოცირდებოდა. შესაბამისად ათეიზმს დიდ საფრთხეს უქმნიდა. მაგრამ შემდგომ, როდესაც ლემეტრის შრომებზე უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, თავადაც ჩათვალეს, რომ არ უნდა ჩამორჩენოდნენ სამეცნიერო მიღწევებს და ამის შემდეგ ფრიდმანის შრომებიც საკმაოდ პოპულარული გახდა. 1927 წელს ბრიუსელში ცნობილ სოლვეის კონფერენციაზე, როდესაც ჟორჟ ლემეტრი აინშტაინს შეხვდა და გააცნო საკუთარი ნაშრომი, მიუხედავად ფრიდმანთან მარცხისა, აინშტაინი მაინც ჯიუტად თავის აზრზე იყო. შესაბამისად, არც ლემეტრის იდეა გაუზიარებია. მეტიც, აინშტაინმა ზუსტად ამ სიტყვებით შეაფასა ლემეტრის გაფართოებადი სამყარო. მე წავიკითხე თქვენი სტატია. თქვენი გამოთვლები გენიალურია, მაგრამ ფიზიკა საშინელი. Oh, really? დიდი ალბერტი მხოლოდ თეორიებით არ კმაყოფილდებოდა. მას რაიმე ექსპერიმენტულად დადასტურებულიც სჭირდებოდა. და 1929 წელს დგება დრო, როდესაც რევოლუციური აღმოჩენით მთელი კოსმოლოგია და სამყაროს შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად იცვლება. ამერიკელი ასტრონომი ედვინ ჰაბლი აკვირდება რამდენიმე ათეულ გალაქტიკას, რათა მათი სიჩქარეები და ჩვენგან დაშორებული მანძილები გაზომოს. ამ დაკვირვებებით ის აღმოაჩენს, რომ უმეტესობა გალაქტიკებიდან გამოსხივებულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს წითელი წანაცვლება ახასიათებთ. What do you say? კი, ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ არანაირი წინასწარი მომზადება ამ ვიდეოს გასაგებად საჭირო არ იყო. და ეს ასეცაა. გალაქტიკიდან გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღები მარტივად იგივე სინათლეა. ხოლო რაც შეეხება წითელ წანაცვლებას, მოდით ავხსნათ დოპლერის ეფექტი. ჩვეულებრივ, თეთრი სინათლე, მაგალითად მზის სხივი, შეიცავს ყველა ფერს ერთად. როცა ამ სინათლეს გავატარებთ პრიზმაში, ან გავფილტრავთ შესაბამისი ხელსაწყოთი, იგი დაიშლება სხვადასხვა ფერად, ანუ სპექტრად. დიახ, ზუსტად ეს არის ასახული გენიალურ Dark Side of the Moon-ზე. ეს იგივე პროცესია, რაც სისარტყელაში ხდება, როდესაც მზის სხივები წყლის წვეთებში ფერებად იშლება. ზუსტად ასევეა გალაქტიკიდან წამოსული სინათლის შემთხვევაშიც. როგორც ვიცით, სინათლე შედგება ტალღებისგან. არა მხოლოდ ტალღებისგან, მაგრამ ეს სხვა ვიდეოს თემაა. დიახ, ზუსტად იმგვარი ტალღებისგან, როგორც მაგალითად წყალში ქვიშჩაგდებისას ჩნდება. სინათლის ხილულ სპექტრში, ანუ სპექტრში, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია, ამ ტალღების სიხშირე მერყეობს დაახლოებით 400-დან 750 ტრილიონამდე. და ამ სიხშირეების სხვადასხვა რაოდენობა არის ის, რასაც ადამიანის თვალი ფერების სახით აღიქვამს. სპექტრის უმცირეს სიხშირეს, ანუ ტალღების მცირე რაოდენობას, ჩვენ აღვიქვამთ წითელი ფერის სახით, ხოლო ტალღების ყველაზე დიდ სიხშირეს იისფრად. თუ კი სინათლის წყარო, მაგალითად გალაქტიკა, ჩვენგან უზრუნო მდგომარეობაშია, ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ დაუშვათ. თუ კი ის ჩვენგან უზრუნო მდგომარეობაშია, ცხადია, ჩვენ მისგან ზუსტად იმავე სიხშირის ტალღებს მივიღებთ, რომელიც ამ გალაქტიკამ გამოასხივა. მაგრამ თუ ეს გალაქტიკა გშორდება, მისგან წამოსული სინათლის ტალღები, ასე ვთქვათ, გაიწელება და წაინაცვლებს სპექტრის წითელი ბოლოსკენ. და პირიქით, თუ გალაქტიკა ჩვენსკენ მოძრაობს, შესაბამისად მისგან წამოსული სინათლის ტალღები უფრო შემჭიდროვდება, შესაბამისად სიხშირე გაიზრდება და სინათლე წაინაცვლებს სპექტრის იისფერი ბოლოსკენ. დოპლერის ეფექტის კარგი მაგალითია სირენით მოძრავი სასწრაფოს მანქანა. გაიხსენეთ, როდესაც ასეთი მანქანა ჩვენსკენ მოძრაობს, მისი ხმა ძალიან მაღალ ტონებში ისმის, ხოლო როდესაც ჩაგვივლის და გაგწდება, შესაბამისად დაბალ ტონებში. ანუ რა ხდება? როდესაც ის გვიახლოვდება, მისგან წამოსული ბგერითი ტალღები
შემჭიდროვდება, შესაბამისად სიხშირე იზრდება. ხოლო როდესაც გაგწდება, მისგან წამოსული ბგერის ტალღები პირიქით გაიწელება და ხმა ისმის უფრო დაბალ ტონებში. დოპლერის ეფექტი და წითელი წანაცვლება გავიგეთ. ახლა დაუბრუნდეთ ჰაბლს. მოკლედ, ჰაბლის მიერ დაახლოებით 30 გალაქტიკაზე დაკვირვების დროს, როდესაც ჯერ კიდევ ვარაუდობდნენ, რომ გალაქტიკები სამყაროში უწესრიგოდ მოძრაობდნენ, ბუნებრივია, რომ ისინი ვარაუდობდნენ ზუსტად იმდენი წითელწანაცვლებიანი გალაქტიკის აღმოჩენას, რამდენიც იისფერწანაცვლებიანი იქნებოდა. მეტნაკლებად დაახლოებით იმდენივე გალაქტიკა გაგვირბის, რამდენიც გვიახლოვდება. მაგრამ ჰაბლის დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ გალაქტიკების უდიდეს რაოდენობას სწორედ წითელი წანაცვლება ახასიათებს. შესაბამისად, გალაქტიკების უდიდესი რაოდენობა გვშორდება. თანაც ძალიან უცნაური პრინციპით. რაც უფრო შორს არის ჩვენგან გალაქტიკა, ის უფრო სწრაფად გვშორდება. ედვინ ჰაბლი ასევე ადგენს საოცარ კანონზომიერებას ამ სიჩქარეებს შორის. მაგალითად, თუ კი რომელიღაცა გალაქტიკა ჩვენგან გარკვეულ მანძილზეა და გვშორდება გარკვეული სიჩქარით, სამჯერ უფრო შორს მყოფი გალაქტიკა ზუსტად სამჯერ უფრო სწრაფად გვშორდება. 7ჯერ უფრო შორს მყოფი გალაქტიკა ზუსტად 7ჯერ მეტი სიჩქარით გვშორდება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ლოგიკურია. თუ დროს უკან გადავახვევთ, ყველაფერი ერთ, უსასრულოდ მკვრივ წერტილში უნდა ყოფილიყო. ედვინ ჰაბლის ამ რევოლუციური აღმოჩენით სამყაროს წარმოშობის საკითხი საბოლოოდ მოექცა მეცნიერების ფარგლებში. დღეს ათობით კი არა, უკვე მილიონობით გალაქტიკის მონაცემები გვაქვს, რომელთა დაახლოებით 98%-ზე მეტი ჩვენ გვშორდება, ანუ სამყარო ფართოვდება. 1933 წელს კალიფორნიის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟორჟ ლემეტრმა წარმოადგინა თავისი თეორიის საბოლოო რედაქცია, სადაც ზუსტად და დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ წარმოიშვა სამყარო წარმოუდგენლად მცირე და უკიდურესად მკვრივი ერთი წერტილიდან. ამჯერად მას ეს თეორია იმდენად მოეწონა, რომ ფეხზეც კი წამოდგა, ტაში დაუკრა და თქვა: ეს არის სამყაროს შექმნის ყველაზე ლამაზი და დამაჯერებელი ახსნა, რაც გიოდეს მე მომისმენია. როგორც უკვე თქვი, აინშტაინის ზედმეტად იყო შეპყრობილი სტატიკური სამყაროთი. შესაბამისად, ჯერ ფრიდმანის, შემდეგ ლემეტრისა და ჰაბლის აღმოჩენების შემდეგ, მან საბოლოოდ აღიარა, რომ ეს მის ცხოვრებაში დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ანუ სამყარო ფართოვდება. კარგი, მაგრამ თუ სამყარო დიდი აფეთქებით წარმოიშვა, სად არის მისი კვალი? ლოგიკურად, ასეთი მასშტაბის მოვლენა რაიმე ნიშნებს უნდა ტოვებდეს, ხომ? ამ კითხვაზე პასუხს ეძებდა კიდევ ერთი დიდი მეცნიერი გიორგი გამოვი, იგივე ჯორჯ გამოვ. მისი ცხელი დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, სამყაროს გაფართოების პირველ ეტაპებზე ის უნდა ყოფილიყო უკიდურესად ცხელი, ერთიანი, ერთგვაროვანი პლაზმა. ისეთი ცხელი და მკვრივი, რომ სინათლის ნაწილაკებსაც კი არ შეეძლოთ თავისუფლად მოძრაობა. შემდეგ კი, როდესაც სამყარო აგრძელებს გაფართოებას, შესაბამისად ტემპერატურა ეცემა. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ოთახი, რომლის ფანჯარა ღიაა და მზის შუქი შემოდის. მაგრამ ოთახი იმდენადაა სავსე მტვრისგან, რომ ამ შუქის დანახვა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც დრო გადის, ეს მტვერი იწმინდება, გაუხშოვდება, შესაბამისად შუქსაც დავინახავთ. ანალოგიური იყო სამყაროს შემთხვევაშიც. როდესაც სამყარო საკმარისად გაფართოვდა და შესაბამისად გაგრძელდა, შესაძლებელი გახდა ერთმანეთისგან გამოყოფილიყო მატერია და სინათლე. ფოტონებმა, ანუ სინათლის ნაწილაკებმა ბოლოს და ბოლოს დააღწიეს თავი ქაოსურ წარსულს და დაიწყეს მთელ სამყაროში მოძრაობა. სამყარო გახდა გამჭვირვალე. ეს გამოვის თეორია იყო, სანამ 1965 წელს რადიოასტრონომებმა შემთხვევით, დიახ, შემთხვევით არ აღმოაჩინეს სწორედ ის პირველადი გამოთავისუფლებული სინათლის ნაწილაკები. აი ყველაფერი როგორ მოხდა. 1963-65 წლებში ნიუ-ჯერსის ბეილის ლაბორატორიაში არნო პენზიასი და რობერტ უილსონი ჩვენი გალაქტიკის რადიოსიგნალებს იკვლევდნენ, მაგრამ რადიოლოკატორში მათ ასევე აღმოაჩინეს რაღაც უცნაური ხმაური, უცნაური სიხშირით, რომელიც არ წყდებოდა, საითაც არ უნდა მიეტრიალებინათ მათ თავისი რადიოლოკატორი. დღისით თუ ღამით, თვეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს გამოსხივება არ მოდიოდა ჩვენი მზის სისტემიდან, არც ჩვენი გალაქტიკის რომელიმე ნაწილიდან. ეს ერთი და იგივე სიხშირის სიგნალი მოდიოდა სამყაროს ყოველი მხრიდან. მათ თავიდან იფიქრეს, რომ ამ დეფექტს რადიოტელესკოპში არსებული მტვერი იწვევდა. შემდგომ ანტენის გარეთა ნაწილში ჩიტების კლინტებსაც კი დააბრალეს. მაგრამ ამ ხმაურს არაფერი არ შეელოდა. შემდგომ ახლომდებარე ელექტროგაყვანილობებიც კი გათიშეს დროებით. მოკლედ, ყველა შესაძლო ხარვეზე აღმოფხეს, მაგრამ ხმაური არ წყდებოდა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ეს მიკროტალღური სიხშირის გამოსხივება სწორედ ის პირველადი ფოტონებია, რომლებმაც დიდი აფეთქებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყეს სამყაროში ღეტიალი. ყველა მხრიდან ზუსტად ერთი და იგივე სიხშირის ტალღები იმიტომ მოდიოდა, რომ როგორც თქვი, სამყაროს გაფართოება არ მომხდარა რომელიმე კონკრეტული წერტილის გარშემო. მისი ყველა უბანი თანაბრად ფართოვდებოდა. დიდი აფეთქების ადგილი იყო ყველგან. აქაც.
ჩვენგან მილიონი სინათლის წლით დაშორებულ უბანშიც და ასე შემდეგ. ამ აღმოჩენისთვის კი უილსონმა და პენზიასმა რა თქმა უნდა ნობელის პრემია დაიმსახურეს. დღეს უკვე გვაქვს ყველაზე ადრეული სამყაროს ფოტო, როდესაც ის ჯერ კიდევ 380,000 წლის იყო. დიახ, მხოლოდ, რადგან როგორც ვიცით, სამყაროს ასაკი თითქმის 14 მილიარდი წელია. ამ ასაკთან შედარებით კი ეს რიცხვი არაფერია. ეს ფოტო კი აღდგენილია სწორედ იმ მიკროტალღური სიხშირის გამოსხივებისგან, რომელიც უილსონმა და პენზიასმა აღმოაჩინეს და მას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს უწოდებენ. მოკლედ, ჰაბლის კანონის აღმოჩენის შემდეგ კოსმოსური მიკროტალღური ფონი მეორე უდიდესი ექსპერიმენტული დადასტურება იყო, რომ სამყარო ერთი უმცირესი წერტილიდან დაიწყო და რომ ის მუდმივად ფართოვდება. მაგრამ მარადიული არაფერია. როგორც ყველაფერს, ისე სამყაროსაც აქვს დასასრული. გაფართოებადი სამყარო ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც კრიტიკული ზღვარი, რომლის იქიდან სინათლეც კი შესაბამისად ვერანაირი სახის ინფორმაცია ჩვენამდე ვეღარ მოაღწევს. ეს არის კოსმოლოგიური ჰორიზონტი. ჰაბლის კანონის მიხედვით, როგორც უკვე თქვი, რაც უფრო შორს არის galaktika ჩვენგან, მით უფრო სწრაფად გშორდება. შესაბამისად, ამ ფორმულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც დღეს ჩვენგან დაახლოებით 46 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული, გშორდება სინათლეზე მეტი სიჩქარით. შესაბამისად, მათთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია, ნებისმიერი მიზეზშედეგობრივი კავშირი წყდება. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ისინი ჩვენთვის აღარ არსებობენ. მაგრამ ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, არ არღვევს ფიზიკის კანონებს, რომ სამყაროში არაფერს შეუძლია სინათლეზე მეტი სიჩქარით მოძრაობა. როგორც უკვე ვთქვი, ეს galaktikების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობის გამო კი არ ხდება, არამედ თავად სივრცე იზრდება, ანუ სამყაროს ქსოვილი იწელება მათ შორის. წარმოიდგინეთ, რომ ოდესღაც, მაგალითად 5 მილიარდი წლის წინ, ძალიან შორეულ galaktikაში მცხოვრები დაკვირვებელი ხედავდა ჩვენს galaktikas. მაგრამ ჩვენს შორის სივრცის გაფართოების გამო იმდენად დავშორდით ამ galaktikas, რომ გავცდით მის კოსმოლოგიურ ჰორიზონტს. შესაბამისად, მათთვის ჩვენ აღარ ვარსებობთ და ვერც ვეღარასოდეს ვიარსებებთ. ფაქტობრივად ისინი ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგულები არიან. ალბათ ბევრს გაგიჩნდებოდათ კითხვა, რომ თუ კი სამყაროს ასაკი მხოლოდ 14 მილიარდი წელია, როგორ შეიძლება რაიმე ობიექტი ჩვენგან დღეს 46 მილიარდი სინათლის წლით იყოს დაშორებული? პასუხი მარტივია. სამყარო ფართოვდება. იმ დროის განმავლობაში, სანამ მისგან გამოსხივებულმა სინათლემ ჩვენამდე მოაღწია, სამყარო ფართოვდებოდა. შესაბამისად, თუ მაშინ ეს galaktika ჩვენგან გარკვეულ მანძილზე იყო, რა თქმა უნდა დღეს გაცილებით უფრო შორს არის. აქედან გამოდის ძალიან საინტერესო რამ. ანუ სამყაროს ყველა უბანს საკუთარი სამყარო, ანუ კოსმოლოგიური ჰორიზონტი აქვს. ჩვენი galaktikაც აი ამ წუთებშიც კი გამოდის რომელიღაც შორეული ობიექტის კოსმოლოგიური ჰორიზონტიდან და დროთა განმავლობაში ასე დაემართება სამყაროს ყველა უბანს. ადრე თუ გვიან ყველა galaktika გავა ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტიდან და სრულიად მარტო დავრჩებით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია. როგორც ცნობილია, ვარსკვლავები კოსმოსური გაზისა და მტვრისგან წარმოიქმნებიან, მაგრამ არც ეს რესურსია უსასრულო. ეს გაზისა და მტვრის ღრუბლები ისევ ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ ჩნდება, რათა შემდეგ კვლავ ახალი ვარსკვლავები წარმოქმნან. მაგრამ ეს მასალაც დროთა განმავლობაში სივრცეში ისე გაიფანტება, რომ ახალი ვარსკვლავების ფორმირება შეუძლებელი გახდება. და როდესაც უკანასკნელი ვარსკვლავის ჩაქრება სამყაროში ცივი, უსასრულო წყდიადი დაისადგურებს. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე. არხიც გამოიწერე, იმიტომ რომ წინ უფრო საინტერესო ვიდეოები გველოდება. დროებით. შევხვდებით მომავალ სივრცე დროში.